ახალი მთავრობის ინიციატივით 2013 წლიდან დაუბეგრავი მინიმუმის ცნება ამოქმედება და იმ პირებს შეეხება, რომელთა მიღებული შემოსავალი წლის განმავლობაში არ აღემატება 6,000 ლარს. როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დავით ებრალიძემ განაცხადა, მომავალი წლიდან საშემოსავლო გადასახადის 20-დან 18%-მდე შემცირება იგეგმებოდა. თუმცა მათი გათვლებით ამ შემთხვევაში მეცარგებელს მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანები მიიღებდნენ. სწორედ ამიტომ 2013 წლიდან დაუბეგრავი მინიმუმის ცნება ამოქმედება. ჩვენ არ შევამცირებთ საშემოსავლო გადასახადს, მაგრამ სანაცვლოდ ჩვენ გავაკეთებთ დაუბეგრავ მინიმუმს, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო სოციალურად ორიენტირებული მიიღებს, დაბალ შემოსავლიანი უფრო მეტს მიიღებს. ესე იგი, ვისი ხელფასის 500 ლარის გვერდით ის მიიღებს შეღავას, ესე იგი დაუბეგრავი მინიმუმის პრინციპი შემოდის, მაღალ შემოსავლიანი 500 ლარზე ზევით ხელფასის მქონე ვერ მიიღებს, ესე იგი შეღავას, ხოლო სრულად მიიღებს შეღავას დაბალ შემოსავლის მქონე 500 ლარის ქვემოთ. რას ნიშნავს დაუბეგრავი მინიმუმი? თუ თქვენი დარიცხული ხელფასი 500 ლარია, ხელზე კი 400 იღებთ, არ დაიბეგრება 150 ლარი, ანუ 150-ის 20%, რაც წლიურად 360 ლარს შეადგენს. სწორედ ეს თანხა დაგიბრუნდებათ 2014 წელს. დანარჩენი 350 ლარი კი საშემოსავლო გადასახადით ჩვეულებრივ 20%-ით დაიბეგრება. საარსებო მინიმუმი, რადგან არის 150 ლარი დაახლოებით დღევანდელი პირობებით, ყველა ადამიანი, რომელიც მას პენსიას უნდა გაუთანაბრდეს საარსებო მინიმუმს და ადამიანები, რომლებიც დაბალ შემოსავლიანებად ითვლებიან, მათთვის ეს საარსებო მინიმუმის ოდენობის თანხა არ უნდა იყოს დაბეგრილი. ყველა, ვინც იღებს 500 ლარზე დაბალ შემოსავალს, მათთვის 150 ლარი იქნება დაუბეგრავი. ამ 150 ლარის საშემოსავლო გადასახადი 20 ლარი მათ უკან დაუბრუნდებათ. წლის განმავლობაში ეს შეადგენს 360 ლარს. ამ ინიციატივამ დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. საბავშვო ბაღის აღმზრდელი, რომლის დარიცხული ხელფასი 190 ლარია, მას 20% ებეგრება, ამიტომ მისი თვიური ხელფასი 150 ლარია. შესაბამისად, ის წლის ბოლოს 360 ლარს აიღებს. მისთვის ეს მისაღებია, თუმცა საბიბლიოთეკო გაერთიანებაში ამ მოსაზრებას არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ მათთვის მისაღები დაბეგრილი თანხის ყოველთვიურად აღებაა. ბიბლიოთეკაში საერთოდ ძალიან დაბალი ხელფასები გვაქვს წლების მანძილზე. განყოფილების გამგეს ეწერება 175 ლარი უწყეში, მაგრამ ხელზე ვიღებთ 140 ლარს. ბუნებრივია დღევანდელი გადმოსახედიდან ეს ხელფასი ისევ სრულად ავიღოთ, ვიდრე ვთქვათ დაიბეგროს და წლის ბოლოს მოგცენ. ჩემი სურვილია ყოველთვიურად სრული ხელფასი ავიღოთ. ძირითადი ხელფასი გვაქვს 190 ლარი. მაგრამ ყოველთვიურად გვიკავდება 40 ლარი გვებეგრება. კარგი იქნება თუ დაბეგრა დაბალ ხელფასიან მასწავლებლებს ისევ მოგვეცემა და წლის ბოლოს ერთნაირად დაბეგრა აღარ მოხდება და ის დარჩენილი თანხა გადაგვიხდიან ბოლოს. წლის ბოლოს რაც ამჟამად კეთდება, შემდეგი წლიდან გათვალისწინებული, რა თქმა უნდა შეიძლება იდეალური არ არის, მაგრამ ნამდვილად დაეხმარება მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც საკმაოდ გაჭირებულად შეიძლება შეფასდეს და რომლის შემოსავალიც დაახლოებით 500 ლარის ფარგლებში იყო. მე რამდენადაც ვიცი, არსებობს მოსაზრება, რომ შემდეგი წლების განმავლობაში ეს ზღვარი შეიხედოს, შესაბამისად უფრო ოპტიმალური გახდეს. ამიტომ წინასწარ შეიძლება ითქმა, რომ იმ მოსახლეობისთვის მართლა, ვინც შედარებით უფრო ნაკლებად შემოსავლიან ფენას განეკუთვნება, ეს სიახლე ალბათ კარგი სიახლეს წარმოადგენს. როგორც ბიუჯეტის განმარტებით ბარათში აღნიშნული, იქიდან გამომდინარე, რომ თანხა წლის ბოლოს ბრუნდება, აღნიშნული ცვლილება გავლენას 2013 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე უარყოფით გავლენას არ მოახდენს.